აფხაზეთთან დაკავშირებით ბევრი მოგონება არ მაქვს, მარტო მახსოვს ჩვენი ბინა, სადაც ცხოვრობდით, მამაჩემი, ანუ აი ჩვენი მომენტები მახსოვს ძირითადად. სხვა აი თითქოს არაფერი არა და 6 წლის ვიყავი, მაინც დიდი ვიყავი, მაგრამ თითქოს აი მეხსიერებიდან წაიშალა სავით. მე ვარ თამუნა ჯინჭარაძე, აფხაზეთიდან. იქიდან როცა გადმოვედით, მანქანა გამოგვიგზავნა მამაჩემმა. 2 ოქტომბერი იყო. მე, დედაჩემი, ჩემი ძმა, ალეკო და გიორგი 3 თვის. ჩავსხედით მანქანაში. გავუარეთ მამას. დავემშვიდობეთ და აი სიტყვები მახსოვს, დედაჩემი ეკითხებოდა, შენ არ წამოხვალო? მე ქალაქს ვერ დავტოვებო. ერთი ეს მახსოვს. ოღონდ კვირდებით, რომ აქ არავინ არ შემოვაო და დაგეწევითო, მეც მოვალო. ან თქვენ წამოხვალთო უკანო. მას შემდეგ ჩვენ მამა არ გვინახავს. და როგორც ყველა სხვა ევნილები, ესე ვთქვათ, თბილისში გავემგზავრეთ. ორში მე მგონი ყველა მიცოდა უკვე. მამაჩემის ამბავი, უბრალოდ ჩვენ არ გვეუბნებოდნენ. შემდეგ მახსოვს თბილისში როცა ჩამოვედით ჩვენს ნათესავებთან, იქ უთხრეს უკვე დედაჩემს და გიორგი იყო ძალიან პატარა და დედაჩემი თითქოს აი შოკში იყო. არაფრის თავი არ ქონდა და აი მე იმ დროს აი თითქოს ავტომატურად მოხდა ეს ყველაფერი. მე ავიღე ჩემ თავზე ყველაფერი და იმის გააზრების აი არ მქონდა ის რომ აი მეც ახლა იმიტომ რომ დედაჩემს უყურებდი ესე იყო. არ მქონდა იმის მომენტი რომ აი მეც თქვათ მეტი რა ან თითქოს ჩემ თავზე ავიღე ყველაფერი. 30 წლის იყო მგონი მარტო რომ დარჩა სამბავშვთან ერთად. აი რომ ვფიქრობ რა შეიძლებოდა რომ გადაეტანა. მახსოვს რომ პატარა როცა ვიყავი ანუ ჩვენს დასანახად საერთოდ ემოცია არ ქონდა. ხამე როცა ვწვებოდი მე საერთოდ ვერ ვიცინებ უცებ. რომ მჭირდება რომ დავიცინო ანუ ვიწექით და ანუ ალბათ ეგონა რომ ყველას გვეცინა. ხამე იწყებდა ტირილს. ყოველ ღამე მესმოდა მისი ტირილი. ნუ ვიცი მე მგონი ძალიან დიდი ძალაა საჭირო იმისთვის რომ ეს ყველაფერი გადაიტანო. შემდეგ სასტუმრო აჭარაში ვცხოვრობდით, ანუ იქ დავიწყეთ სკოლაში სიარული. მივეჩვიეთ იქაურ ცხოვრებას. უკვე 1994 წელს გვითხრეს, რომ პროექტი იყო ესეთი იტალიაში, ბავშვებს იწვევდნენ და მე ვიყავი 7 წლის, 8 უნდა გამხდარიყავი. და დედაჩემი მახსოვს ყოყმანობდა, ანუ გავეშვი, არ გავეშვი, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვედით მარია როსარია კოსენცა გავიცანი ამ ჯგუფში, რომელიც ძალიან აქტიური წევრი იყო და ძალიან შემიყვარდა ეს ადამიანი და ვეხვეწებოდი მე იმ ოჯახს წასვლა არ მინდა და ძალიან გთხოვ შენ წამიყვანე თქო და მარია როსარიას უკვე სხვა 2 ბიჭი ყავდა ქართველი და მითხრა მე ვერ წამოგიყვანო, მაგრამ ჩემი და წამოგიყვანს ანა მარია. და ანა მარიასთან წამოვედით. რამოდენიმე წლის შემდეგ ჩემი ძმაც წამოიყვანეს ალეკო, შემდეგ უკვე გიორგი, ძალიან კარგი ოჯახი იყო, ანა, პიპო, მისი მეუღლე. პირველად ალეკო ჩამოვიდა და გიორგი ბევრად უფრო პატარა იყო, მე ჩამოვიყვანეთ. ანუ გიორგის მიმართ ყოველთვის უფრო რაღაცა ხო დედობრივი ინსტინქტი მქონდა, იმიტომ რომ პატარაც რომ იყო, ბაღში მე დამყავდა და მახსოვს გიორგის ჯგუფელები ეუბნებოდნენ, რომ შენ დედიკო მოვიდა, იმიტომ რომ დედაჩემი მაინც მამაჩემი რო ახალი გარდაცვლილი იყო, ცოტა მოწყენილი იყო ხოლმე. ყველაფერს მე ვუკეთებდი გიორგის და ალეკოსთან უფრო თავიდან მახსოვს რომ ჩამოვიდა, ენა არ იცოდა, მე უკვე ვიცოდი, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ ვიყავი აქ ნამყოფი და მეუბნებოდნენ გადაუთარგმნეო რაღაცის თქმა რომ უნდათ და მე იტალიურად უხსნიდი და ესევე ჩვენ ცხოვეთყვითო და მეთქი მე როგორც ვისწავლე ისე უნდა ისწავლოს ამან იტალიური თქო და მე მართლა კარგად ისწავლა ანუ არ უთარგმნიდი არაფერს და გიორგისთან უფრო სხვანაირი მიდგომა ჰქონდა იმიტომ რომ მაინც უფრო პატარა იყო და ყველაფერში ვანებივრებდით
Giorgi, ciao! Ciao Giorgi! Anna, ciao Piano! საქართველოში იურდილზე ჩავაბარე, იქ ვსწავლობდი, მაგრამ იტალიაში მაინც დავდიოდი ხოლმე, ანუ ზაფხულის პერიოდში. შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე სტაჟორად მუშაობა და კონკურსი გამოაცხადა საელჩომ, იტალიის საელჩომ მასტერზე და იქ მივიღე მონაწილეობა. და ანუ დამაფინანსეს და ჩამოვედი, ანუ პალერმო ავირჩიე, მაინც შემეძლო სხვა ქალაქი ამერჩია, მაგრამ პალერმო ავირჩიე, იმიტომ რომ მაინც აქ ოჯახი მყავდა და აქ ჩამოვედი მასტერზე. წელიწადნახევარი, 2 წელი გაგრძელდა ზუსტად. შემდეგ სამსახური დავიწყე და რამოდენიმე წელი აქ მომიწია. მაგრამ მე ბოლოს მაინც გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნებულიყავი და 2012 წელს დავბრუნდი საქართველოში. და ამასობაში ჩემი მეუღლე გავიცანი. თავიდან უთხარი რომ მე საქართველოში უნდა დავბრუნდე თქო, იმიტომ რომ საქართველოში მინდა თქო დაბრუნება და კი ბატონო არ არისო პრობლემა. რას ნიშნავს არ არის პრობლემა? მეც წამოვალო და მართლა წამოვიდა. იმიტომ რომ ჩემს მეგობრებთან, ქართველ მეგობრებთან ურთიერთობა ჰქონდა, ანუ თვითონ დაუახლოვდა და დაუმეგობრდა იმათაც და რომ ვკითხე სად ვისთან იქნების როგორ წამოხვალ არა მე ჩემ მეგობრებთან მოვდივარო შენთან კი არ მოვდივარო და ანუ ჩამოვიდა ცოტა ხანი იქ იყო მე ჩემებს ხელი თხოვა და გადავწყვიტეთ რომ დაქორწინებოდით და 2014 წელს ჯვარი დავიწერეთ საქართველოში ანუ რობი მოინათლე მამამაო, მამა გიორგი ჩაჩაო, აუხსნა ყველაფერი, ანუ მართლმადიდებლობა რას ნიშნავს, ამას ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა მე მართლმადიდებლად მინდაო მოვინათლო და იქ მოინათლა და შემდეგ უკვე ჯვარი დავიწერეთ და 2015 წელს აქ ქონდა ქორწილი სამოქალაქო პალერმოში. არ გამჭირვებია აქ ყოფნა, იმიტომ რომ თან ეს ანა მარია კოსენცა ვისთანაც ცხოვრობდი, ეხლა აღარ არის. ყველაფერში მეხმარებოდა. ბავშვებთან დაკავშირებით, აი ყველაფერში მეხმარებოდა. მახსოვს ანდრეა პატარა რო იყო, არავისთან არ რჩებოდა. ერთადერთი ადამიანი იყო, ვის არ რჩებოდა. მიჭირს მასზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემთვის აი დედაც იყო, დაც იყო, მეგობარი, ყველაფერი იყო. მე მგონი ჩემზე მეტად უყვარს ჩემს ქმარს საქართველო და სულ მეხვეწება წავიდეთ და მოდი დავტოვოთ აქ ყველაფერი და საქართველოში გადავიდეთ. აი მე უფრო ყოყმანობ, იმიტომ რომ მაინც სამშულთან ერთად თავიდან დაიწყო ყველაფერი, უფრო რთულია და მე უფრო ესეთი ვარ, რაციონალური ხასიათი მაქვს და ამას უფრო უნდა, იმიტომ რომ ძალიან უყვარს იქ ყოფნა. ენა იციან, იმიტომ რომ თავიდანვე მე ქართულად ველაპარაკებოდი ბავშვებს, პედიატრმაც მირჩია. ანუ ავტომატური არისო ბავშვისთვისო, რა ენაზეც დაელაპარაკები, იმენაც შეითვისებსო. ანდრეამ კითხვაც იცის. პროსმა. ტომის, ანუ შუათან ესმის ქართული, აღადგენს ხოლმე, როცა ვინმე აქ ჩამოდის, თქვა დედა ჩემი ან ჩემი ძმები და როცა თბილისში ჩავდივართ, მაგრამ ისე ყველაფერი ესმის და პატარა ეხლა იწყებს. იმიტომ რომ 2 წლის არის და ჯერ ეხლა იწყებს ლაპარაკს. მაგრამ ნუ მათთვისაც თითქოს ბუნებრივია, იმიტომ რომ მე ქართულად ველაპარაკები. რა ვიცი, მამას კი, რობიმაც იცი, ყველაფერი ესმის და რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ ისე ესმის. ერთადერთი აი როცა სწრაფად ვსაუბრობთ ყველა ერთად, მაშინ იბნება, მაგრამ აზრი გამოაქვს. მამა ჩემი მართლა ყველაფერში მანებიურებდა და მახსოვს დეპუტატი იყო და რაღაც ნემს მიკეთებდნენ, რაღაცა მქონდა არ მახსოვს ახლა ზუსტად და დედა ჩემი ექიმია და არ ვაკეთებინებდი, ანუ უნდა მოსულიყო მამა სახლში და მას უნდა გაეკეთებინა და რაღაც ხდომაზე იყო. და ანუ დროის მიხედვით უნდა გაეკეთებინათ, ჩემთვის ეს რაღაც აღარ მახსოვს ახლა ზუსტად. და თავი გავიგიჟე, რომ არა თქო, მამა მოვიდეს თქო და დაურეკა დედა ჩემო და სხდომიდან წამოვიდა. რომ ჩემთვის ეს მედიკაცია გაეკეთებინა. მამა ჩემთვის იყო იდეალი. და მინდოდა მისნაირი ყოფილიყავი. და ისე მოხდა, რომ აი კარიერას ვერ გავყევი და ოჯახი ავარჩიე.
ორ მაგად ბედნიერი ვარ, რომ გიორგი გაყვა მის კარიერას და იგივე საკეთებს, რაც მამაჩემმა გააკეთა. ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ მისით, ჩემს თვალწინ გაიზარდა და რო ვფიქრობ, რომ ამდენი დრო გავიდა, რაღაც ესე სწრაფად და ამდენს მიაღწია, მართლა მე ამაყება. ჩემი აზრით კი ბევრი დევნილი წარმატებულია, იმიტომ რომ მაინც ესეთი ტრაგედია გამოვიარეთ და ამან უფრო გაგვაძლიერა. იმედი უნდა გქონდეს, რომ დავბრუნდებით. გონია ესე.